ტირილი მithხება. ვინ არის კერა და საერთოდ ვერ ვარჩევთ გია ჯაჯანიცე საქართველო ლამაზო სხვა საქართველო მადლობა ვერ მივხვდით ვინ ვარ მერავს სეფაშვილი ვარ დღეს გადავწყვიტე ცხოვრებაში პირველად უყურო ვინ არის და კომენტარებს გადავხედე უკვე ცუდად ვარ აქვე მიდევს ინსტრუმენტი ამითი გამოხვავებ რაღაცებს მაგრამ ერთად კომენტარებს მინდა რომ აი თქვენც გადახედოთ ბროწეული რუსკასავით ხიარული და ცანცარაა აუ რას გეკაიფებათ ბროწეული ქურუმი გველესიანი ეს ყველაზე ნორმალურია სიმინდ შეეშვით სიმინდი რატომ ხდება აუთსაიდერებში მეორედ არ გაბედოთ ხდები ვინცაა მაგრამ არ გეტყვით ფინალში უნდა ვნახო ფარშევანგიათ იკაბაცოთ და პირველად უკვე ტირილი მithხდება პირველად ვარ ესეთ რაღაცაში ხალხმა მართლა ბროწეული სალო მგონია ბროწეული თამნა ნიკოლაძე მგონია მასავით მოусვენარია მაგრამ შეიძლება რუსკაც იყოს მინოტავრი გიორგი ნასხეს ბროწეულო ვინ ხარ მე ვარ ჯაჯო გია ჯაჯანიძე აი ეს არის ჩემი მოღვაწეობის ისტორიაში მეორე გამოცნობილი პერსონაჟი ამ თოჯინაში ზიხარ და ისე მინდოდა რომ ვამბობდი ნუ მეკითხებით ვერ გეტყვით ტყუილა აბა მოძრაობა და ერთ ჯაჯო იმდენად მიყვარს რომ არ შემიძლია კომენტარის გაკ უბრალოდ მიყვარს დღესაც ადვილი რა იყო სიმღერა ეხლა არ მითხრა ანრი ჯოხაძე მითხრა თურმე შენ სასწაულად მღერიო შენს დაიჯერე მე ხო ყველაფერი მიჯერა ანრი ჯოხაძე ერთი წუთით გეხვეწები მომესმინე არის ყველაკებს ანი იქნებ მისმინო ბოდით რომ ერთ დღეს რომელიღაც კოსმოსში შეძრებოდა რა ვერ შეეტეოდა თუ რა და როგორც შეეტია ისე ანი შენ რაში შეეტეოდი გამოიტია იქიდან შეიძლება ეს უკვე გამოტეული ამის ჩაწერაზე მე ვეცდები რომ მოვხდე ჩაწერაზე ვის გულშემატკივრობდა ფარშევანგი მომწონ მართლა ვინ არის რო ჩაატარო მართლა აი მართლა ვინ არის ხვდებით ორი ისა ზომში რაღაცა ბიჭრება აქედან მოვიდოდ სერიოზულად გქონდებით არ ვიცი რა კომენტარი უნდა გავაკეთო ვიცი დავიქრინჯე მე ძალიან დავიქრინჯე მაგრამ კრინჯი ქართულად რას ნიშნავს ვერ აღწე უბრალოდ იცეკვეს არაფერი არ ყოფილა არ გიმალავთ ცეკვას დავაკომენტარებ ასე გოგოებო მაგრები ხართ ზანგაკად იცეკვეთ და ლამაზები ხართ კი მოკლე ანონსი თუ რა გველოდება დღეს მეოთხე ეპიზოდში ჩვენ გვყავს 7 დუეტი დეტექტივებო რომელ გმირს ისურვებდით დღეს ყველა მოგვენატრა შესაბამისად ნებისმიერი ხილვა გაგვიხარდება ღრუბელი გენიალური თამარ გვერწითელის ყველაზე დიდი
დაცემა. ხო, ნამდვილად, აი ყველაზე ვისურვებდი დიდი დაცემა არის ეს პროექტი. ქალბატონი თამარიც ჩვენთან ერთად არის. მართლა? ქალბატონი თამარიც ჩვენთან ერთად არის. მართლა? მაჩუკეფტები რომცაში შეუძლო აფრენა მასწავლე გზები ქალბატონი თამარ განუმეორებელი გვერდზე. ხმა, მივესალმოთ. ანდრი ჯოხაძე არის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ქართველი მომღერალი. ანრიზე ნიჭიერი ქართველი მომღერალი კაცებში არ ვიცი, ვინ მყავს, მაგრამ აი ანრი ჩემი საყვარელია ყოველ შემთხვევაში. განსაკუთრებით საყვარელი ჩემი საყვარელი მომღერალი. ტური, დღეს შენ სადაც არ მესმაქს მღერი? მონაწილეობა მიღებული ფასკუნჯის, ერთ დროს. არა, დღეს არა, დღეს არა? ისე არა. უი, ფასკუნჯი იყო. ფასკუნჯოც დავრჩი? მე ვიქნებოდი ანტილოპა. იცით რა, ანტილოპა არის გრაცია. ვინ არის კი რა და საერთოდ ვერ ვარჩევთ ამ შემთხვევაში. აღიარა რომ საერთოდ ვერ არჩევენ და იქ მერე სცენარისტები უწერენ რომ ბროწეულში რუსკა ბაყაშვილი. მართლა გეუბნებით, აი ეს კადრი ახლა რაც იქნება, რატომ ღაშ თავეჯება მრჩება რომ საშნელებათა ფილმს უყურებს, სადაც რაღაცა კარნავალი აქვთ და უნდა შეწირონ ვიღაცა მსხვერპლად. აი გეხვეწებით მოусმინეთ, უბრალოდ სიცილს მოусმინეთ, ხო? ერთ წუთით. ზურამანჯავი და გამოსია. ჩვენი გენიალური ფარაონი. ასე, დღეს რას გეტყვი? დამაყენა ახალგაზრდა გოგონა იყო და ზუსტად იმ მისამართზე მიმიყვანა, რომელიც უეჭველი მერაბ სეფაშვილია. ბაგენის მარი. ორი საერთოდ არ მოუსვენარი, ყოფილა კენგურ, ფონოგრამი. როგორ ამოარჩიე ბროწეული, შენაირი მოუსვენარი, მოიხსენი, მოიხსენი. მაგრამ რა ვიცი, ანუ ვინ ფინალში არის უწინასწარმეტყველებ გასვლას. მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად არის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატი და ძალიან გამიხარდება კენგურუს წყალი თუ გადაესხმება ბროწეულს. ძალიან კარგი კენგურუ ჩვენ. ძალიან გამიხარდება კენგურუს წყალი თუ გადაესხმება ბროწეულს. ძალიან გადაესხა კენგურუს წყალი ბროწეულს. თუმცა ორი აზრი არ არსებობს აქ, რომ ჩვენი ბროწეული ხელოვნების სფეროდან არის. ხო, გიждები, რასაც აკეთებს, ვერ გისმენ. აი საერთოდ არ მესმის. მართლა გეუბნები, მიდი. გადარეული. ეს გმირი არის გამორჩეული თავისი ქმედებებით. ზუსტად ამას ვიძახი. სხეული ზენით რასაც აკეთებს. ხურში მითხარი და თაკო გაჩეჩილაძე მგონია. არა, თაკო გაჩეჩილაძე მე წინაზე ვთქვი. ამაზე არ გითქვამს, ჩავხედე. არა, ამაზე არ მithქვამს, სხვა პერსონაჟი. იმდენად პოპულარული არ ვარ, რომ მე ვეგონო. თოჯინე იყო ბროწეული. მე არ ვიცი ბროწეულზე ეს ადამიანი თუ იყო დასახელებული წინაზე, მაგრამ აი რატომღაც ეხლა დექში შეინახე უკვე თქვი. შევინახო. უკვე თქვი. მართლა ცოდოა. არა, ნახე, თუ გინდა აი დელფინი ჩემი სახლის წინ ცურავდა. 2 დღის წინ, აქ რა უნდოდა? გითხარით? რაც არის, არ უნდა დაიბრალო. მე ვიბრალე მთასვლელობას. არა, რატომ რაც არა? არიცი არ უნდა დაიბრალო. იმიტომ რომ არ გამომდის. დელფინმა სიმღერა არიცის, მაგრამ შენ მღერი. რაც არიცი იმას იბრალე. დელფინი ამდენი ხანი ხმელეთზე ვერძლებს კვდება. ხოდა თუ გაუგება გეხვეწებით დააკვირდით გვერდებზე სასტავს. რია თქვენი დახლეთ. ალო ტყუილი არ უყვარს. სკრ
სკროლი არის ტრანსპორტი. და სკროლვა, ტოლვა და ბნედა რა არის? გადაშალეთ წიგნი და გაიგებთ. სკროლით ლელა ჭურჭუმია დადის. ეხლა წარმოვიდგენ ლელა, რომელიც დადის სკროლით და ღამეა. ღამე. ბოდიშთ. მაგას რა? ანუ თხის რძეს სვამს ყოველ დღე ჩვენი დელ. რაღაცა მინდა თქვა და ვერ ვიტყვი. აჰა, შედ. მარიამ ჯოლოგოა როგორ მღერის? საშინლად. მარიამ იმას ნუ ეკითხები, მე არა, მკითხე. მღერის, როგორ არ მღერის? მღერის. აი, ოღონდ არ ვიცი, მარიამ, მაპატი, არ ვიცი როგორ მღერი ხა. მინდოდა მანიკა გამემწარებინა, არ ვიცი, შეიძლება გენიალურად სხვათაშორის მე მაპატი. იმღერა ერთ-ერთ სერიაში შუა ქალაქის ესეც სიმღერა იყო. ბუდეს ნუ დაუნგრევთ ჩიტებს. რაღაცა ხო, რაღაც როგორც ლუკას. მოემზადოთ! ძალიან სანერვიულოა ხვდებით ესა ძალიან დაძაბული სიტუაცია. ამით დასუდა ჩემი ვიდეო. დიდი ბოდიშით მე არ მაქვს იმის ნერვები რომ ამას მე ბოლომდე ვუყურო. არც იმის დრო არ მაქვს რომ მე ამას ბოლომდე ვუყურო. რასაც ვუყურე, მგონი გასაგებია ჩემი რეაქციები. კარგად იყავით. მიყვარხართ. ძალიან. არავის არ შეგეშალოთ.